საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე მუშაობს. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები მომიტინგეებს დაარბევდნენ ჯერჯერობით არ მართლდება. ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება. ევროპის ჩემპიონატზე ლევან ქავჯარაძე ვერცხლის მფლობელი გახდა. 27 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით ოზურგეთის საგამოცდო ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთია, სადაც აბიტურიენტები გამოცდებს ჩააბარებენ. დღეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმართა. ოზურგეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლა ერთიან ეროვნულ გამოცდებს საგამოცდო ცენტრის სტატუსით უკვე მე-9-თ მასპინძლობს. ტრადიცია წელსაც არ დაიღვა და სესია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრთან დილიდანვე შეიკრიბნენ. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის გაღების შემდეგ აბიტურიენტებმა სარეგისტრაციო მაგიდებს მიაშურეს და თავი დააფიქსირეს. მიუხედავად მღელვარებისა, ახალგაზრდები თავდაჯერებული ჩანდნენ. ჯერჯერობით არ ნერვიულობ და კარგად ვარ მომზადებული და ვფიქრობ, რომ კარგად ჩავაბარებ ამ გამოცდას. ვფიქრობ, რავი, საკმაოდ ვარ მომზადებული და ნახოთ რა გამოვაქვს მერთი წყალობით, ველოდები რომ კარგი შედეგი მექნება. ვავარებ ჯავახიშვილში სოციოლოგიაზე. ახლა შევდივარ და ღელავ რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი გამოცდა და ღელავ, მაგრამ არც ის ერთული არ იქნება, დარწმუნებული ვარ. დაძლევადი იქნება და იმედია კარგულებსაც მივიღებ, მომზადებული ვარ რაც თავარით. რავი, შეძლების დაგვარად კარგად ვარ მომზადებული და ღვთის წყალობით ალბათ ყველაფერი კარგად იქნებოდა. განსაკუთრებით ნერვიულობდნენ მშობლები. ძალიან ღელავთ როგორც თვითონ ასევე მეც როგორც მშობელი და რა წარმატების იმედი გვაქვს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მომზადებულიც არის. მომზადებული ნამდვილად არის როგორ არა და რა ვიცი ალბათ წარმატებებს მიაღწევს ყველა ვინც არის აქ ჩამოსული. კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის რეგისტრაცია დილის 8 საათიდან, საგამოცდო პროცესი კი 9 საათზე დაიწყო. როგორც საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა გითხრა, დილის სესიამ 7 გარემოში წარიმართა. მეორე სესია მიმდინარეობს ქართული ენასა და ლიტერატურაში, უნდა მოვიდეს 180 აბიტურიენტი. დილის სესიაზე 180 იყო რეგისტრირებული, 3 აბიტურიენტი არ მოვიდა. და პროცესი ნორმალურად მიმდინარეობდა, არ ყოფილა არანაირი დარღვევა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისიდან 17 ივლისამდე გასტანს. აბიტურიენტებს მინიმუმ 4 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებს აბიტურიენტები დაახლოებით 1 თვეში გაიგებენ. მანამდე კი მათ წინ ზოგადი უნარების გამოცდა ელით. დღეს ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარე აქციის დაშლას ელოდებოდნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია დღის მანძილზე არ დადასტურდა. დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სამართალდამცავებს აქცია დაეშალათ, თუმცა მსგავსი რამ ჯერჯერობით არ მომხდარა. როგორც საიას ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამას ტრაპაიძე ამბობს, მომიტინგეები გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს არ არღვევენ და მათი დაშლა საკრებულო სპეციალური დადგენილების გარეშე კანონდარღვევა იქნებოდა. კანონი რა თქმა უნდა ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლებას, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება რომ გამოთქვას პროტესტი ამა თუ იმ მოვლენას ან საგანთან დაკავშირებით. შესაბამისი აქტი, ადმინისტრაციული აქტის არარსებობის გამო, რა თქმა უნდა, ესეთი თქვათ აკრძალვა ამ თავიანთი უფლებებისა, რა თქმა უნდა, იქნება დარღვევა. ჯერჯერობით აქციაზე, რომელიც ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარეობს, სიმშვიდეა. მომიტინგეებმა თავიანთი მოთხოვნები ტრანსპარანტებზე გადაიტანეს და დაშლას არ აპირებენ. დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელობა ეწვია. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ალიანსთან საქართველოში არსებული ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. საუბარი შეეხო ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიას. მხარეებმა პოსტ-აისაფის პერიოდში ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების საკითხებიც განიხილეს და 2014 წლის შემდეგ ავღანეთში საქართველოს როლზე ისაუბრეს. სტუმრებს გავაცანით არსებულ მდგომარეობაში შეღებულ ძალებში ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილია, ასევე საქართველოს ხედვა პოსტ-აისაფის პერიოდისთვის ძალიან საინტერესო იყო მათთვის მოსმენა იმ ცვლილებების, რაც შეეხება პირადი შემადგენლობის მართვის სისტემას, კარიერის მენეჯმენტის სისტემას, ახალ ხედვებს. გაზიარებული იქნა რამოდენიმე მათ მხრიდან გაზიარებული იქნა ჩვენი მოსაზრებები. ბაჩუ ახალაიას პროცესზე მოსამართლემ მოწვი არ დაუშვა. გიორგი ხარაზიშვილის ადვოკატის განმარტებით ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემა, კერძოდ მოწმის გვარში დაფიქსირებული შეცდომა გახდა.
თავად ხარაზიშვილის თქმით, მას ჩვენება რესტორან მასპინძელოში მომხდარ ინციდენტზე უნდა მიეცა. მისივე ინფორმაციით ბაჩუ ახალაიას ზვიად აბესაძესათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ხარაზიშვილის განცხადებით ის ამ ფაქტზე კომენტარს საკუთარი Facebook-ის გვერდზეც გააკეთებს. ვიყავი ბაჩუ ახალაიას საქმეზე მოწმეტდაბარებული, მივედი და მოსამართლემ არ მომცა საშუალება, რომ მიმეცა ჩვენება ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო. მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ბაჩუ ახალაიას საქმესთან დაკავშირებით ეპიზოდი ეხება აბესაძის თემას. მას აბესაძე იხსენებს, რომ ვითომ და ბაჩუ ახალაიამ სცემა ის, მივედი მუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, მივედი ამ რესტორანში და გავისაუბრე რესტორნის მენეჯერს, რომელმაც მითხრა, რომ მას არ სმენია ესეთი ფაქტი და არ შეუძლია დაადასტუროს ის, რომ ბაჩუ ახალაიამ იჩხუბა რესტორანში და კერძოდ მას ისიც არ შეუძლია დაასახელოს დრო და რიცხვი თუ როდის იმყოფებოდა იმ რესტორანში ბაჩუ ახალაია. პროცესზე სადაც ბატონი დარახველიძე არის მოსამართლე, სამწუხაროდ მოწმეებს არ ეძლევათ საშუალება მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც მათთვის არის ცნობილი ფაქტობრივ გარემოებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა არის ბატონი ცოტნე ხარაზიშვილის და მიზეზი არის აბსოლუტურად აბსურდული. მიზეზი არის ის, რომ მას იმ დასაკითხ სიაში ეწერა ცოტნე ხარაიშვილი და არა ცოტნე ხარაზიშვილი. ანუ ეს იყო რეალურად ტექნიკური შეცდომა, ეს არათუ ბატონი დარახველიძე უნდა ხვდებოდეს ამას, არამედ ნებისმიერი პირველ კურსელი მიხვდება. ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ოზურგეთელმა ლევან ქავჟარაძემ ვერცხლის медаლი მოიპოვა. 18-23 ივნის მონტენეგროს ქალაქ ბარში ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი შედგა. საქართველოს ნაკრების წევრებმა გიორგი კურტანიძემ, ლევან ქავჟარაძემ, ზვიად პატარაძემ და თემურ შავაძემ რამდენიმე წონით კატეგორიაში 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ვერცხლის მფლობელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები 17 წლის ლევან ქავჟარაძეა. 58 წონით კატეგორიაში მებრძოლმა გურულმა ფალავანმა ახალგაზრდულ ევროპირველობაზე 3 ბრძოლა მოიგო და მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო. მარტში სადაც საქართველოს ჩემპიონატი დავიგავ პირველი ადგილი 58 კილოგრამის წონით კატეგორიაში. შემდეგ წავედი ევროპის ჩემპიონატზე და 3 შეხვედრა მოვიგე. შემდეგ ფინალში სომეხთან წავაგე. დაძაბული შეხვედრები იყო, მაგრამ კაი მოჭიდავებს ხდებოდა, მაგრამ მან მოახერხა ის, რომ ყველა შეხვედრა ისე დაამთავრა, რომ ქულა არ დაუკარგავს, მხოლოდ ფინალურ ოთაბრძოლაში დათმო ქულები, იგიც დაძაბულ შეხვედრაში. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძე მწვრთნელ ბოლქვაძის ხელშეწყობით სამზადის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადის, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებშია დაგეგმილი. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში გარდაცვლილი ჟურნალისტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ოზურგეთის დრამატულ თეატრში გარდაცვლილი ჟურნალისტთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს. საღამოზე გაიხსენეს ყველა ის ადამიანი, რომლებმაც ოზურგეთში ჟურნალისტიკის დიდი ეპოქა შექმნა და მომავალ თაობას მათი სახელები დაუტოვა. დღევანდელ ღონისძიებაში მოხსენიებულმა ჟურნალისტებმა შექმნეს მთელი ამ ჟურნალისტიკის მატიანი და ეს იყვნენ ის სახელოვანი ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი კვალი დააჩინეს ჟურნალისტიკას. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლის პრინციპით მუშაობდნენ. ნახოს მომავალ თაობა თუ რამდენი ნაშრომი აქვს ამ ჟურნალისტებს და პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს. საღამოს ორგანიზატორი ეთერ ქადეიშვილი, გამგეობის კულტურის სამსახური და კულტურის ცენტრი იყო. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა, რომელსაც ნათია მუქერია გაგაცნობდა. მოგესალმები გიორგი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ყოველდღიური ამინდის პროგნოზით გავიგოთ, როგორი ამინდი გველოდება რეგიონში. დღეს ოზურგეთში ღამით დაფიქსირდება 18 გრადუსი, ხვალ კი იქნება მზიანი ამინდი. ჰერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაფიქსირდება 29 გრადუსი, ღამით კი სინოპტიკოსები ვარაუდობენ 18 გრადუსს იქროლებს. ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ჰერის მასა. ლანჩხუთში დღეს საღამოს დაფიქსირდება 18 გრადუსი, ასევე ხვალ იქნება მზიანი ამინდი. ჰერის ტემპერატურა დღისით 32 გრადუსამდე, მინიმალური კი იქნება 20, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჩოხატაურში დღეს ღამით დაფიქსირდება 19 გრადუსი, ხვალ ასევე იქნება მზიანი ამინდი. ჰერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაფიქსირდება 32 გრადუსი, ღამით მინიმალური კი იქნება 18 და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ეს გახდათ რეგიონში მოსალოდნელი ყოველდღიური ამინდის პროგნოზი, მე გემშვიდობებით დროებით. ამინდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგაცნოთ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. მადლობთ რომ გვიყურეთ და დარჩით ჩვენს არხზე. მე ხვალამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.